ირანის ცეცხლის შეწყვეტა ბეწუზე ხიდია. გუშინ ტრამპმა თითქმის 2 საათი გაატარა სიტუაციურ ოთახში თავის მაღალ ჩინოსნებთან ერთად. ცდილობდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ირანთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მყიფე პროგრესი კიდევ ერთხელ დაზიანდა. ირანმა გაუშვა ფათე 110 ტიპის ბალისტიკური რაკეტა ქუვეითში მდებარე ალავალის საავიაციო ბაზისკენ, რომელიც აქტიურად გამოიყენება აშშ-ის ძალების მიერ. საბედნიეროდ ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოახერხეს რაკეტის გადაჭერა მანამ, სანამ ის პირდაპირ მიზანს მოხდებოდა, მაგრამ ეს მთლიანად ვერ აღკვეთა ზიანი. განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები მაინც დაეცა ბაზას, რის შედეგადაც დაიჭრა 5 ამერიკელი ჯარისკაცი და სერიოზულად დაზიანდა 2 MQ-9 Reaper ტიპის დრონი. თითოეული Reaper ტიპის დრონის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია, რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის თავდასხმა წარუმატებელი იყო, მათ მაინც შეძლეს დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ზიანის მიყენება. ეხლა ირანი ამტკიცებს, რომ ბაზა იმიტომ დაუშინა, რომ აშშ-ში რამდენიმე საათით ადრე ბანდარ აბასში ირანის დრონების საკონტროლო სადგური დაბომბა. ეს ამერიკული დარტყმა ამ კვირაში უკვე მეორე იყო. ოშაბათს CENTCOM-მა ასევე დაბომბა ირანის რაკეტების გაშვების ადგილები და ნავები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში დამატებითი ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ. ამ სროლების შემდეგ, როგორც ჩანს, არავინ ესმის, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს ცეცხლის შეწყვეტალის შეწყვეტა. ტექნიკურად ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ ორივე მხარე აგრძელებს ერთმანეთის დაბომბვას და ამავე დროს ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ არღვევს. რაც ამ სიტუაციას კიდევ უფრო უცნაურს ხდის, ისაა, რომ ტექნიკურად უკვე არსებობს სამშვიდობო შეთანხმება. აშშ-სა და ირანის მომლაპარაკებლებს გავრცელებული ინფორმაციით უკვე შეთანხმებული აქვთ ძირითადი ჩარჩო 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გახანძლებისთვის, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვული მოლაპარაკების გაგებების განახლებას გულისხმობს. მაგრამ ტრამპი, როგორც ჩანს, დარწმუნებული არ არის. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებებს მხოლოდ ფორმალურად აწარმოებს. და მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ მიანიშნებს, რომ დიპლომატია შესაძლებელია, ასევე გააფრთხილა, რომ თუ შეთანხმება მის პირობებს არ დააკმაყოფილებს, შეერთებული შტატები შესაძლოა უბრალოდ დაასრულოს საქმე ირანის შიგნით.